მოგესალმებით პატრიცებულო ტელემაყურებლებო. პროგრამა პოეზია უპირველეს ყოვლისა, ახლა რომელსაც ჰქვია ლიტერატურა და ხელოვნება, უკვე 3 წელია რაც გადის ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში. გადაცემამ ბევრი ნიჭიერი და ამწყები პოეტი გამოავლინა ქართლის რეგიონში. გადაცემის ავტორი და ტელეწამყვანი გახდათ ბატონი ვახტანგ ჭანკოდაძე. 4 აპრილს ბატონი ვახტანგის დაბადების დღეა. თუ ბატონი ვახტანგი ამ ხრის მანძილზე გვაცნობდა სხვა პოეტების ლექსებს, ამჯერად გადავწყვიტეთ ისი ლექსებით მომარჯოს სიამოვნება და გამოვხატოთ მისდანის სიყვარული და პატივისცემა. პატივისცემულო ტელემაყურებლებო, ახლა როცა მთელი ყურადღება გადატანილია ეკონომიურ მხარეზე, გადაცემამ პოეზია უპირველეს ყოვლისა სულიერი სიმღერა შეძინა ტელემაყურებას და ყოველთვის გვიღვიებდა პოეზიის სიყვარულს. ამ კეთილშობილურ საქმეში ბატონ ვახტანგს ყოველთვის მხარში ედგა ტელეკომპანია თრიალეთის კოლექტივი და მისი ხელმძღვანელი ბატონი ბადრინა ნეტაშვილი, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოახსენებთ. გორის გიორგიევის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივი უსწრაფად უმოწავს ბატონ ვახტანგს დაბადების დღეს, უსურვებს კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიცოცხლეს და სიხარულს. Шулиподвиг веселый подавались, шопиш выносить сопроводовались, лучше подавались, лучше проводить на ферму. И вот тогда границами, оно теперь остатки, вот если из начала до коши, ну мы монтировали выборы вот студент вообще от концерта. Мы еще моменту на миссии, аж швейцарии. Უსულოდ ვეკვიან ბარხატნი ბარიტონი შედი ამაზე ტემბრი ქონდა ხმის ვეკვი კოშემად კალი იხელოვანი მენი და მართალიც გამოვიდი ვახტანგი ძალიან ღრმად გაიტოფესი დიდი ალიკაოლო კულტურულ ცხოვრებაში ან დიდი მონაწილეობა მიიღო გორის კულტურულ ცხოვრებაში იგი გამოირჩევა თავის პოეზიით აი მისი ლექსები ყველასთვის გასაგებიანით არის დაწერილი Ai ufosisvisat, bavshisvisat ki, ერთნაირად უკომენესი მას ადამიანი თვითონ შეიცვალა თავისი ბიოგრაფიით, უდიდესი წარსული აქვს მას. მას შეუძლია ხმამაღლა გადაიხედოს უკან. მშვენიერი 10 ბლოკს ჩემს ვახტანგის და მომავლიცებად ძალიან საიმედო. მის პოეზიას ძალიან ღრმაფერშები იგი მაგვირებს საიდან მოზის ამ კაცს ამდენი talenti საიდან აქვს ყველაფერზე შეიძლება შეეხოს რაც კი ადამიანის სულიერ სიმღერას განმარტავს მე ულოცავ კიდევ ერთხელ ჩემს ვახტანგის დაბადების დღეს უსურვებ ბედნიერებას ჯანმრთელ სიცოცხლეს და ამას საქართველოში ცხოვრებას გმადლობთ კიდე გაუყევლობის ნიშნულისკენ მიიწევს კიდე არსება ჩვენი საფეხურებს მიჰყვება ზევით ამ უსაფრთხო ზიასვლაში არ ასჩანს კიდე და მაინც ვირტვით და ქანცული ჭაბანის დევით. თვითონ ჩვენგანს ბედისწერის აქვს საფეხური, ის კი არ ვიცით რა სიმაღლეოდ გავთავდებათ. სიცოცხლეც უნდა იყოს ტკბილი თუნდ უკეთური, სადღაც იწყება და ასევე სადღაც მთავრდება. იმედით ვცოცხლობთ, რომ ადგილი ჩვენი ცაშია, ერთხელ ჩატყდება საფეხური თუნდაც მეფური, ყველა სულდგმული დღენია და ზიმის დაშია. რაც შეიძლება მაღლა იყოს ის საფეხური. მასხარა ჯელი ხარ თუ მოხუცი, ფასი ერთი აქვს თითქოს. ჩამჯდარ ხარ ჭრელჭლურ კოსტუმში, ხალხის სამსჯაურო გიხმობს. კოტრიალებ და ფართხალებ გესმის ყიჟინის ხმები, სრემლი თუ გიგავს დამალე, ამხიაროლის ხვები. შენით გათობა ვისეყო, კვირაში ხანგავს 8 დღე. ვალდებული ხარ იცექო და თავდაპირად დადგე. გაუძლო დაცინვაცაც კი არც მოითხოვო ტაში, ვისახსოვ შენი ასაკი, ან რა ჟურჟოლა გაქვს ტანში. სასიყვარულოდ შვებას გურის, როცა ეშვება ფარდა, ამ დროს ყველაფერს შენადრე, მკაცრი არენის გარდა. სულითა და გულით მინდა მივულოცო ჩვენს უსაყვარლეს ბატონ ვახტანგს
რამის არ არსებობს არც ერთი დარგი, სადაც არ უთანამშრომლია და თავისი კვალი არ დაუდორებია. ეხლა კი წაიკითხოთ მის პოეზიიდან რამოდენიმე ლექსი. ვეძებ ნიკალას, ფიროსმანის ხსოვნას. ვეძებ ნიკალას, უკვდავ ნახატებს. უთვალავ ფერს, რომ სიცოცხლეს აძლევს და მხოლოდ დედნის პოვნა მახარებს, არაფრად ვაკდებ, ასლებს და ასლებს. ნივდევ ნიკალას უშლევ ნაკვალევს გული ფერების ტალღებში პეთქავს და მხოლოდ ერთი ნატურა მაწვალებს. აჰა, მივაგენ, ოდესღაც მეთქვას. მიყვები სანამ ძალა მიმიტას, მის ორთაჭალის ტურფების ქებას, ჩუმ მეზორეს, ნაზ მარგარიტას, თბილი შტრიხების საოცარ ცხებას. წვერვალზე ვხედავ შედევთა ასხმას, რაც სამუდამოდ მემახსოვრება, ამ სიმაღლეზე დიდები გასვლას, უნდა ნიკალას დედით ცხოვრება. ჩანჩქერი მაგონებს გაშლილ ნაწნავს ქალწულის, ჩანჩქერი მხტომი მაღალი მთიდან, შფოთი მოწამე შორი წარსულის და ქალწულები სუფთა და წმინდა. თითქოს აერთებს მიწას და ზეცას მაღალი მკერდით, შიშვალ ხელებით, ჩახალსებულ კუდეს აფარებს ზეწარს, მოსჩქებს ბადეში ცისარტყელების. დავემშვიდობე გალაღებულ მეგობრულ სუფრას, მელი თორკმანით აუყევი საქმისკენ დილით, ღვინო მომიხსნა თურამ დარდი მიკრავდა სუთვას, სადღაც შორიდან მოისმოდა ზახილი დილის. გადაეცრიცა სოფლის ხედი დეკემბრის მთვარეს, შუქი გამოკრთა ოტეშკოლის ირვლად და დედად, ეძინა სოფელს, ვინ გამიღებს ნეტარი კარებს, ხელის კანკანით ალბათ ისევ მოხუცი დედა. ადიებას ხხოვ ამჯერადად ძვირფასო დედავ, კარგიო შვილო, დაივიწყა ნათელი ღამე, მერე თვალებში ჩაუგოცნე ჩამქრალი სევდა, დედაზე ტკბილი, ქვეყანაზე არსებობს რა. მას არაერთხელ გაუხალისებია ჩვენი სადნოს სუფრა თავისი გიტარაზე დაკრული თავისი სიმღერებით და ლექსებით. მე მინდა რომ ბატონ ვახტანგს ლექსი ლექსად მიუძღვნა ეს ყოველივე. მე მოგანიჭებ ღირსებას სამას, დიდი კრძალვით და რიდით, ხარ ღირსეული გენერლის მამა, თუმცა მუდამ ხარ მშვიდი, მამულზე სევდას ვერ ასცილდები, გავხარ მის გვერდით მუდამ, შენ გაქვს სიკეთე გულში იმდენი, ღმერთ დაუბრუნებ ხურდას, გოსნის ღირსებას შენსას მინ შესვლის, ხარ ხშირად მათი წყემსი, ვართ შენს ოჯახში, ახურის ეშხით, ჭიქა იცლება ლექსით, 70 წელი წვევია, პირნათელი ხარ ხალხთან, რაც სამშობლოზე დაგიწერია, ღმერთმა ისმინოს ვახტანგ. მინი ავტობიოგრაფიის მინი ნაწილი. დაბადებულ ვარ კახეთის გულში, სადაც ყვაოდა ქალწული ნუში. სამახარებლო ყოფილა თუშის, მკერდი ჰქონია გამრჯელი მუშის. მოვნათლი ვარ თალაზნის წყალში, მადლი უცხია თბილსა და ზვალში. ალმაღლებულ ვარ მოყვასთა თვალში, მყარად დავდგარ ვარ წინაპარ თვალში. იქედან მომდეს ბევრი რამ დღესაც, ვერ გავიმეტებ საჭრელად ხესაც. თვალწუნა ძუნწით და ქლესაც, ხედაღამბლოცავ, მიწასაც, მზესაც. ღმერთო მაღალო, მომეცი ძალა, არ ვიბოგინო კენტად და ცალად. თუ კი ვარგი ვარ სულად და თვალად, ნურას გამატავ იმ ქვეყნად ვალად. მოხუცდი, ზვიადი გული კვლავ აგრძელებს თევზივით ფართხას. ხემის ზურგებზე სისხლძარღვებით
სრული ნაჯიჯგნი ნაცვალები არ აყრით ფარხმას, თუმცა სადმყოფი ბრძანებელი ჯიუდად იხმობს. ჩემს ნაკვალევზე თაობამ თქვას, აბა სხვამ ვინ თქვას, არ მეშინია სიკვდილისთვის თვალში ჩახების, როდი ვილტოდი, შევხტომოდი მერანს გახებლის, სიცოცხლეს ბევრი სიგარი და სიალი ახლავს, ჩემს ჰორიზონტზე მზე ფერმბრტალობს, ოდნავ კიახობს, ხანგრძლივ სიცოცხლეს თუ აქვს ფასი, ვკითხულობ ახლა, თუ ვაშკაცობა, რა ინდობა, ასე იახობს. ხაბას ჯერ კიდევ ძინავთ გიჟმაშ ბეღურებს, ვნებას უღვიძებს თუჩები მარწყვის, ცომიც და ცოლიც ელის მეპურეს, გარეთ კი წვიმს და როგორღაც არ წვიმს. ტრფიალის ტალღას ჩაყვა და ხმონებს ცეცხლად ემთება ვით ფიჩხი ხმელი მერე ლავაში ჩამოხსნა თონეს ძუს ცხეულივით რბილი და ცხელი. მომისერტე კილოგრამები აინტერესებთ, როცა მოსავალს ვირთიან. დროს აგითვლიან სოთით, წამებით, ფინიშთან მოსულს გვიან, ტემპერატურით კვლავ აფასებენ ამინს გრილსა თუ მზიან, სიმკვრივის შკალით განასხვავებენ მიწას რბილსა და ქვიან, მანძილს ყოფნას და არ ყოფნას შორის, ჩვენი სიცოცხლე ქვია. ნაბიჯ, 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 ფურცელ, ფურცელ, კვირტივით რომ იშლებოდი, არ მომხიბლო გოგო უცებ, ისე ჩამწვდი, ისე მოდი. ნაბიჯ, ნაბიჯ, ფურცელ, ფურცელ, თიანდაზად ვარდებს გიგებ, დაეუფლე უკვე რაბის, ალბათ გვიან თუ გაიგებ. ნაბიჯ, ნაბიჯ, ფურცელ, ფურცელ, შენში ქალურ, სხვაგენ სხვაჯიშს, სიამით და ტრხობით უცხერ, გადაშლილა ყვალი ტანჯვის, ნაბიჯ, ნაბიჯ, ფურცელ, ფურცელ, მოძლიერდა თბილი კერა, ახლა როცა ოჯახს უცხერ, საკიაფობს მტრედის ფერად, ხომ მომხიბლე ნაბიჯ, ნაბიჯ, ფურცელ, ფურცელ, ათიმშვიდი, სიავისთვის ახლა რა ვიჭის, ვარ ამაკი. ტელეკომპანია რეალეთის მიერ შემოღებული რუბრიკა პოეზია უპირველეს ყოვლისა ერთო დიდი მიღწევა და სასიხარულო ამბავია შიდა ქართლის ინტელიგენციისათვის, შემოქმედებით ინტელიგენციისათვის და მეტად სასიხარულოა, რომ ამ საქმის სულისჩამდგმელი ბატონ ბადრი ნანეტაშვილთან ერთად ბატონი ვახტანგ ჭანკოდაძეა, რომელმაც დიდი გემოვნებით, დიდი მუდმივობით დღემდე მოიტანა ეს საქმე და კვლავ აგრძელებს დიდი წარმატებით. ამ გადაცემით შეიძლება ითქვას, რომ გაკეთდა საქმე, რომელმაც გორელ, ხაშურელ, კასპელ, ქარელელ, ცხინვალელ და შიდა ქართლის რეგიონის სხვა შემოქმედებით ძალებს მისცა საშუალება გამოსულიყვნენ თავიანთი შემოქმედებითი ნიმუშებით, ლექსებით, ხალხური კითხვით და ასე შემდეგ. ეს გამოც ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ ჩვენ შემოთავაზებულ ჩვენს მეგობრებს, ბატონ ბადრის, ბატონ ვახტანგს და უშუალოდ შემდგომი წარმატებები თავიანთ პირად საქმეში და ამ საშვილიშვილო საქმეშიც.
რაიმდაც ყოფნა იწერება 1000 გვერდებად. დრო თუნց გასულა არ ვივიწყებთ დემეტრეს, ლაშას, მათი ყიჟინა, ხმლის მოქნება, ფართა ხეთქება, შეშულებოდა ჩინმენლიან დღევანდელ ლაშას. მუდმივი არჩევანი. მინდა აცალა მზეც გაფრწყინება, აბის ახსოვდა ყივილის მამის. სარდალი მართავს ბრძოლის დინებას, კვნესა გაისმის მდედრის თუ მამის. მოინაკლისებს ბევრი მარჩენას, ჟღარული ისმის ხმლისა და თოხის, ღმერთი კი კლავაც გვიტოს არჩევან, სიბოროტეს და სიკეთის შორის. ნაკვალევი. ადამიანის ნაკვალევი ყოფის ასლია. სუთების რბოლაც იკითხება წასulis თუ მოსulis. სამოკვარ მიზანს ვერ აღწევდა, როდი დასცლია. გამცნობს კაცობას, ნირს, ხასიათს, სხვას რა მოსთulis. დაკვირვებული თვალისათვის არის ადვილი ამოიკითხოს პიროვნული ჟამთა ტრიალი. ხარობთ, ზდუნდი, ხმალს იქნევდი, გწად და წადილი ან როგორ სვამდი საფრთხეებს თიხის ფიალით. ყოსტოვებს ყველა, ბავშვია თუ არის მოზრდილი. სიცოცხლე დგება, ფეთქვა ფეთქვით თითქოს ქაფია, მონაგავია ღვთის წინაშე, ვალი მოხდილი. ნაკვალევი კი არის კაცის ბიოგრაფია. ღალატს ვერ შეურიგდები. შეურიგდები ობლობას, მოსისხლენ მტერსაც ავიდა, ჭირსაც გაუძლებ, ოღონდაც ღალატის ხმარ გავიგო. ზერტანს საცმელსაც ავიტან, მასაც არ მეცვას ხალატი, სხვა არაფერი არ მინდა, მოწმეს ნუ გამხდი ხალატის, ახსნას უპოვნის სიხალბეს, ბნელსაც შევიჩვევ მიგნებით, შეურიგდები სიხარბეს, ღალატს ვერ შეურიგდები. ვახტანგა ბაბუ დაგიმარჯოს, ციდან გესმის ზარის რეკა სინდის, ნამუს როცა იცავ, ბოროტება იქვეყდება. ძვირფასოდელი მაყურებლებო, განათებაში მონაწილეობდნენ გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობები, რესპუბლიკის სახალხო არტისტი ჩეკო ტატალაშვილი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ოთარ ხუთათელაძე, მსახიობები მერაბ ჭანკოტაძე, მაია ტურაშვილი და ეკა გოზალიშვილი, პოეტები აკაკი მიდინაშვილი და ვაჟა შიუკაშვილი.